გამარჯობა, ვიწყებთ გადაცემას ძიმეგასთან. ჩვენი სტუმარია ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი ბატონი სოსო შატკვერაშვილი. გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენ ტელევიზიის სათავეებზე ერთ-ერთი პირველი სტუმართაგანი მე გახმართ თქვენი მონამორჩილი. მადლობთ, მოგზანდებით. არა მიშას, დიდი მადლობა. გეიქორწინებაზე რა აზრის ხართ საქართველოში? საერთოდ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში გეიქორწინებაზე იმ აზრისა ვარ, რაც წერია წმინდა წერილში. რა წერია? წმინდა წერილში წერია, რომ ეს არის ცოდვა. ცოდვაა? ცოდვა, უბრალოდ, მაგრამ არავინ არ აპირებს მათ არც ჩაქოლვას, არც დახოცვას, არც გასამართლებას. არ ქოლავენ გებს დღეს? დღეს არ ვიცი ქოლავენ თუ არა, მაგრამ მე წმინდა წერილი ვახსენე, როდესაც უფალს მიუყვანეს მეძავი და მის ჩაქოლვას აპირებდნენ, უფალმა ქრისტემ მათ უთხრა, რომელნიც ხარ თუ ცოდვერნი, პირველი მან ესწორე თქვაო. და ყველამ დაუშვა. ყველამ დაუშვა. მორწმუნე ხარ? დიახ, მორწმუნე ვარ. მე ვცდილობ არ მარხულობ. რატომ? იმიტომ რომ ჯანმრთელობის გამო მე მარხვა არ შემიძლია და ეს ეკლესიაში დაშვებულია. თუ კი ჯანმრთელობას ვნებს მარხვა, მაშინ შეიძლება არ ემარხულო. მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე? მემარცხენე ცენტრისტი. Down we dictate რას ნიშნავს? Down we dictate ნიშნავს ზირს დიქტატურა. საპარლამენტო არჩევნებში თუ აპირებთ მონაწილეობას? საპარლამენტო არჩევნებში არა მარტო ვაპირებთ მონაწილეობას, არამედ ვემზადებით აქტიურად და რამდენი პროცენტის აღებას მზად ვართ გავიმარჯვოთ. ჩვენ რეალობიდან გამომდინარე 25%-ზე ნაკლები რეიტინგი არასოდეს არ გქონია. თუმცა იქნება 25%. არა, თუმცა მე ჯერ დამთავრებია, თუმცა ეხლა ამ სიტუაციაში პოლიტიკაში შემოვარდა ფულის ტომარა, ხალხთა ბელაც უწოდებს ის თავის თავს. ბატონ ივანიშვილზე, რომელმაც საკმაოდ გვაზარალა დაიწყო ჩვენი ამორჩევის მოსყიდვა და რაც თავია მოტყუება იმ კუთხით რომ ისე უგნება რომ ჩვენ ვართ მერაბიშვილის პარტია, ჩვენ ვართ ხელისუფლების თამაშის მოთამაშე, ჩვენ ვართ ორსახაიანუსები და ასე შემდეგ. ხელისუფლების მოთამაშეა ივანიშვილი. თქვენ როგორ ვფიქრობთ? არა, ვერ გეტყვით რომ ხელისუფლების მოთამაშე. ვისი მოთამაშეა? ის არის ამერიკის მიერ გამოგზავნილი პიროვნება, რომელსაც სურს, ანუ ამერიკას სურს, რომ ხელისუფლების გარდა ოპოზიციაც იყოს პროამერიკული. ამიტომ დააფინანსა აი ეს ზალა და მასთან შეკრებილი ფულით ნაყიდი პარტიები და სურს რომ ოპოზიციაც მთლიანად ამერიკული იყოს. სტალინის ძეგლი არ უნდა მოეხსნათ? არავითარ შემთხვევაში. რატომ? რანაირად შეიძლება სტალინის ძეგლის მოხსნა და საერთოდ ძეგლების დანგრევა, ძეგლების მსხვერპლობა. მე გეტყვით, ვარანცულის ძეგლიც არ უნდა მოეხსნათ თბილისში. სტალინი ვინ იყო? სტალინი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, სამხედრო წოდებით გენერალისიმუსი. ჩვენთვის ვინ იყო ეგ? ჩვენთვის? გმირი იყო, ანტიგმირი იყო. ისტორიული პიროვნება იყო, რომელმაც რაიხსტაგზე აღმართა წითელი დროშა, ანუ დაამარცხა ფაშიზმი. წითელი დროშა ისი სიმბოლო იყო? ფაშიზმის თუ მე ვერ გეტყვით რომ კომუნისტები მაინც და მაინც კამფეტებს ურიგებდნენ ხალხს და უფრო ლოიალურები იყვნენ ვიდრე სხვა რომელიმე დიქტატურა ან სხვა რომელიმე იმპერიის ასე ვთქვათ მმართველები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომუნისტებმა დაამარცხეს ფაშიზმი. ევროკავშირში თუ უნდა შევიდეთ? ევროკავშირში აუცილებლად უნდა შევიდეთ. ნატოში ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ამას რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ძალიან შორსა ვართ ნატოში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია ჩვენი პარტია. არა მარტო ნატოსი, არამედ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს მიუმხრობელი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ რეგიონში, ძალიან ცეცხლსაშიში რეგიონში და ნებისმიერ უსაფრთხოება გჭირდება, მე მივიღეთ ეს უსაფრთხოება ნატოსგან. ჯერ ხო არ ვართ ნატოში. და რატომ არ გვებულობენ? აი არ ვიცი. აი საქმეც მაგაშია. ნატოს ძახილმა მოუტანა საქართველოს ყველა უბედურება, რომელიც ჩვენ ბოლო 20 წელიწადია თავზე გვაქვს დამტყდარი.
თქვენ სასოფლო დაამთავრეთ, ხო? დიახ, სასოფლო სამეურნეო როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობა? აი თქვენი პოლიტიკა როგორ? თუ ქვეყანაში რაიმე დარგი უნდა განვითარდეს, მე საქართველოს გულისხმობ. პირველ რიგში უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, თუმცა მე მიხარია რომ საქართველოში არის ძლავრი თვითმფრინავ საშენებელი ქარხანა, ეგრეთ წოდებული 31 ქარხანა. ამავე დროს მე ვთვლი რომ ქუთაისში პარლამენტი კი არ უნდა გადასულიყო. უნდა აღორძინებულიყო საავტომობილო მრეწველობა, რომელიმე მსოფლიო ბრენდთან ერთობლივი ქართული ავტომობილი უნდა გამოეშვა საქართველოს და ასევე ქუთაისური ცნობილი ტრაქტორი. თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ხელისუფლება არის ანტიმართლმადიდებლური. რატომ ფიქრობთ ასე? იმიტომ რომ ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას. რაში გამოიხატება? ყველაფერში გამოიხატება, თუნდაც იმაში რომ მიხეილ სააკაშვილმა რამოდენიმე წლის წინ ამბიონი გამოიყენა პოლიტიკური მოწოდების გასაკეთებლად. მან მოუწოდა წმინდა საკათედრო ტაძრის ამბიონიდან უკრაინელ მეამბოხეებს ნარინჯისფერი რევოლუციისკენ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, ასევე მან დაანგრია ფერიის მთაზე ეკლესია, დაარბია გდანის მართლმადიდებლური ეკლესია, ჩამოაგდო ჯვარი. ეკლესია იყო გდანის? აბა რა იყო, ეკლესია იყო, ხალხი დადიოდა და ლოცულობდა. ასევე ჩამოაგდო მან ჯვარი ქობულეთის შესასვლელში და ქალაქ ხაშურის ცენტრში. ომი ვინ დაიწყო 2008 წელს? ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საქეზებით და სანაცვლოდ მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანაცვლოდ გამოგზავნა წყალი და პამპერსები. თქვენ თქვით რომ ივანიშვილი აფინანსებდა ქართველების კვლევ ელცინს. ეს მან თქვა. თვითონ თქვა? დიახ, თვითონ თქვა. სხვათა შორის ელცინის დაფინანსებით ის ამაყობს და ამბობს რომ მე ვაფინანსებდი ბორის ელცინს და არ ვაფინანსებდი გენერალ ლებედსო, ქართველების კვლევას და 9 აპრილის კომენდანტს. მაგრამ ჩვენ ამოვიღეთ მის და სამწუხაროდ 2005 წელს მიცემული მისივე ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ მე რასკრუტკას უკეთებდი, რასკრუტშივალ გენერალა ლებეჯა. პუტინი თუა ქართველების კვლევი. რა თქმა უნდა. რატომ მიულოცეთ ინაუგურაციაზე, რატო შესთავაზე თანამშრომლობა და იქვე აღნიშნეთ, რომ ჩვენ შორის იყო ძმური ურთიერთობები. იმიტომ შევთავაზეთ, რომ მან ქართველები აღარ დახოცოს და ჩვენ შორის ომი აღარ იყოს. იქნებ ივანიშვილის იმიტომ აფინანსებდა, რომ შერიგებული იყვნენ ქართველები და რუსები. ელცინს? დიახ. მე შეიგდნენ? და იყო ჩვენ შორის ძმური ურთიერთობები, როდისმე. რუსებსა და ქართველებს შორის ძალიან ხშირად ყოფილა ძმური ურთიერთობები. თუნდაც გამოიხატება. აი ახლა მოგახსენეთ, თუნდაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც რუსული არმიის ნახევარზე მეტი და ოფიცრების ნახევარზე მეტი იყვნენ ქართველები და ჩვენი საზღვარი ამ რუსულ-ქართულმა არმიამ გადაწია ბორჯომიდან ძალიან ღრმად ყარსამდე და მთელი აჭარა, არა დღევანდელი აჭარა, არამედ მთელი აჭარა, ართვინი, არდაგანი და ასე შემდეგ შემოუერთა საქართველოს. აი მაშინ ნამდვილად იყო ძმური ურთიერთობა და მეორე შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ერთად ომობდნენ ქართველები და რუსები, მაშინაც იყო ძმური ურთიერთობა. 9 აპრილსაც 9 აპრილს ძმური ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა. ხელფასი იღებთ თქვენ პარტიაში. შემოსავალი საიდან? პარტიაში? რა თქმა უნდა, მე პარტიული ფუნქციონერი გახლავართ და პარტიაში ხელფას ვიღებ და ამავე დროს გახლავართ პარლამენტის წევრი და პარლამენტიდანაც ვიღებ ხელფას. ვოლგა ყავდათ ხო ადრე? ვოლგა ეხლა წყვოს. და პრადოც. პრადოც დიახ. ამის გამო ხშირად გაკრიტიკებენ, რომ ემშრომელი ხალხი ის პარტიას არ უნდა ყავდეს პრადოები. ავიღოთ ნებისმიერი ევროპული შრომის სოციალისტური, მემარცხენე, ცენტრისტული პარტია და თუ ვინმეს თუ რომელიმე პარტიულ ფუნქციონერს არ ყავს მანქანა და დადის ურმით, ცხენით ან სხვა რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ მე ვიტყვი რომ ჩვენც არ უნდა ვიაროთ მეთქი. მე მაკრიტიკებენ ქუჩაში მართლა იხურავთ ხუთს და სათვალებს იკეთებთ, რო არ გიცნობ. ქუჩაში არა, მაგრამ იპოდრომზე ვარჯიშის დროს მე იპოდრომთან ცხოვრობ და იქ ვარჯიშობ ყოველ დილას თითქმის, მაშინ მართლა ვიხურავ ხუთს, რომ არ მიცნონ და სირბილის დროს, ვარჯიშის დროს არ გამაჩერონ და არ დამეწყო პოლიტიკაზე საუბარი. მონარქიაზე რას ფიქრობთ? ჩვენ არა ვართ, ასე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით მონარქისტული პარტია. ჩვენ ვართ მშრომელთა პარტია
მაგრამ კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა ჩვენთვის თითქმის კანონის ტოლფასია და რადგანაც მან განაცხადა, რომ საქართველოში მონარქია სასურველია თუ აღდგება, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, ამ შემთხვევაში ჩვენ ლეიბორისტები გარკვეულწილად ემხრობით ასეთი ქვეყნები არსებობს ევროპაში, როდესაც ლეიბორისტები ხელისუფლებაში იყვნენ, ნუ დღეს სამწუხაროდ აღარ არიან ბრიტანეთში და არის მონარქია. სწორედ ლეიბორისტული მმართველობის დროს, მონარქიის დროს აბსოლუტურად უფასო გახდა ბრიტანეთში ჯანდაცვა, სასწრაფო დახმარებიდან დაწყებული პოლიკლინიკა და საავადმყოფო აგიყვანათ ხელში. კი. რატო? გარდაცვლილია გალაქტიონი და ვის ვკითხოთ ახლა გალაქტიონმა დამინახა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის წინ რუსთაველის პროსპექტზე. მე დეიდაჩემთან ერთად მოვდიოდი მაშინ პიონერთა სასახლეში დავდიოდი მაშინ ცეკვაზე რობერტ დარახველიძე იყო მაშინ ხელმძღვანელი და ხელში აგიყვანა. დამინახა და ხელში ამეყვანა და მითხრა რომ კარგი ვაჟკაცი და კარგი ბიჭი გაიზარდა შვილო. დიდი მადლობა. მადლობთ.